წონა თამაშობს ადამიანები ამბობენ და ასეა, კი, წონის კლება თითქმის არასდროს არაა სწორი ხაზი. ყველაზე ხშირად სწრაფი დასაწყისი, შემდეგ შენელება, შემდეგ პლატო და მეტიც ზოგჯერ არის დღეები, როცა სასწორი უფრო მეტად გაჩვენებს. სწრაფი მატებაც ასევეა სწრაფი მატება ზუსტად, როცა ადამიანები ამბობენ, რომ ერთ კვირაში 3 კილო მოიმატა, ეს როგორც წესი ცხიმი არ არის. ეს ნიშნავს უბრალოდ, რომ მეტი ჭამეს, მეტი წყალი შეკავდა ორგანიზმში და ამის გამო სასწორზე არის პლუს 3 კილო. და ასეა სწრაფი კლებაც, როცა ამბობენ, რომ აი პური ამოიღე და დაგაკლებინებს, გულისხმობენ, რომ შაქრებს აღარ მიიღებ, ნუ იგულისხმობა სხვა შაქრებსაც თუ არ მიიღებ, გლიკოგენს დაკარგავს ორგანიზმი და ამის ხარჯზე გლიკოგენი ხო უკავშირდება წყალს და გლიკოგენს თუ კარგავს წყალსაც და დაიკლებს წონაში. საქმე ხო და მაგაშია საქმე, რომ 1 გრამ გლიკოგენ შეუძლია 3 გრამი წყლის შეკავება 100 გრამს, 100 გრამ გლიკოგენ შეუძლია 300 გრამის და ასე. სრულად შესაძლებელია ადამიანმა გლიკოგენის სახით სადღაც 3 კილომდე დაკარგოს მასა და ეს სასწორზე ჩანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცხიმი დაკარგა. აქვეა მნიშვნელოვანი ძალიან მარილიც. მარილი წყალს აკავებს და მარილის მიღება შეამცირებ დაიკლებ, ხოლო თუ მარილის მიღებას მოიმატებ, მაგალითად, საკმარისია იმისთვის, რომ ერთი დიდი სადილი ჭამო მარილიანი, მნიშვნელოვნად მარილიანი, რომ მეორე დღე შეიძლება 2 კილოთი მეტი იყოს სასწორზე. მეტიც, ერთ კვირაში 3 კილოგრამი ცხიმის მატება ძალიან იშვიათი სცენარია. ხშირად არის, რომ უბრალოდ ბევრი საკვები ჭამე, ბევრი საკვებია შენს ნაწლავში და შენს ორგანიზმში, მიიღე მეტი გლიკოგენი და კუნთებში წყალი შეკავდა და მიიღე მეტი მარილი და შენს ორგანიზმში მთლიანად წყალი შეკავდა. აი ეს არის ძირითადად ის 3 კილო, რომელსაც ერთ კვირაში ერთ ბაშად იმატებენ ხოლმე. ეს ნიშნავს უბრალოდ, რომ შენ კვება ბრჭყალებში აურია. უნდა გახსოვდეს, რა თქმა უნდა, რომ სასწორის მერყეობა არის ნორმალური ბიოლოგია. ხო, შეიძლება იყოს კარგი დღე, ცუდი დღე და სასწორზე ხან მეტი გაჩვენოს, ხან ნაკლები, მაგრამ ტრენდს უნდა უყურო. ტრენდი არის 7 დღეში საშუალო რა იყო შენი წონა. და მეორე კვირას 7 დღეში საშუალო რა იყო შენი წონა, ეგ ამნიშნულოვანი. ყოველდღიური აწონვა ზოგჯერ სტრესი, ამიტომ არ არის საჭირო ყოველდღე აწონვა, თუ შენთვის სტრესი მოაქვს, თუ შენთვის უბრალოდ ციფრებია ეს და ემოციური ბმა არ აქვს, მაშინ შესაძლებელია, მაგრამ თუ სტრესის მომტანია, მაშინ სასურველი არ არის. და შაბათ-კვირის ფენომენი ქვია, შაბათ-კვირის მატება ძალიან გავრცელებულია. ადამიანები ერთბაშად იმატებენ ხოლმე შაბათ-კვირას, იმიტომ რომ რესტორანში მიდიან ან ახლობელთან და იქ მარილიან საკვებს ჭამენ, ბევრ ნატრიუმს იღებენ, ალკოჰოლს იღებენ, ძილი ნაკლებია, ნაკლები მოძრაობა ამ დღეებში და სასწორზე ზოგჯერ აჩვენებს 2-3 კილოთი მეტს და ამას რო დაბალანსდეს ხოლმე 2-4 დღე ჭირდება, ანუ კვირის ბოლომდე შეიძლება ვერ დაიკლო ის, რაც უბრალოდ იმ შაბათ-კვირას მოიმატე, ხო, ის რა თქმა უნდა ისევ არ არის. ცხიმი როგორც წესი არის გლიკოგენი. ასევე ვარჯიშის დროს სასწორი აჩვენებს ზოგჯერ მეტს, იმიტომ რომ კუნთი აკავებს გლიკოგენს და ეგ კუნთებს რო ავარჯიშებ, კუნთები იზრდის გლიკოგენის შემადგენლობას, გლიკოგენის კონცენტრაციას და ის აკავებს წყალს. და შენ გგონია, რომ ვეღარ იკლებ, სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ კუნთები გააქტიურდა. ხო, ეს არ არის რეალისტური, რო თქვა, რომ იცი რა, 5 დღეა ვარჯიში დავიწყე, წონის კლება შეჩერდა და ეს 5 დღეში ეს სუფთა კუნთია, არა, სუფთა კუნთი არ არის, გლიკოგენია. მაგრამ ეგეც საქმეა, კუნთები რო ვარჯიშობს, ეს უკვე დიდი მიღწევა. მეტიც, როცა ადამიანი იწყებს ვარჯიშს, წონა შეიძლება არ ikლებდეს, მაგრამ სხეული უკეთ გამოიყურებოდეს, უკეთ იყოს სარკეში, წელის გარშემო წერილობა მცირდებოდეს და ფოტოებზეც ამჩნევდე, რომ პროგრესი გაქვს. კუნთის მატება ძალიან სწრაფად არ ხდება, მაგის ილუზია არ უნდა გქონდეს, მაგრამ კუნთის მატება მაინც ძალიან აუცილებელია. და არ უნდა დაგვავიწყდეს მენსტრუალური ციკლი. მენსტრუალური ციკლი ბევრ ქალში იწვევს დროებით მატებას, ციკლის წინ ან დროს დაახლოებით 2-3 კილოგრამი შეიძლება წყლის შეკავება მოხდეს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ციკლის შემდეგ ეს წონა ნელ-ნელა მცირდება. ძილს და სტრესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, ძილის ნაკლებობა და ზრდის შიმშილს, ან მეორე დღეს ზრდის შიმშილს, წყლის შეკავება იზრდება, ამიტომ ცუდი ღამის შემდეგ სასწორი შეიძლება გაიზარდოს, იმიტომ რომ უბრალოდ ბევრი ჭამე. სტრესიც ასევე, სტრესი ზუსტად ასეა, სტრესი ზრდის მადას და ჭამის სურვილს და წყლის შეკავებას ასეთ დროს მატება ნორმალურია, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქცევიდანაა განპირობებული. და ძალიან სწრაფი დიეტაც ხშირად აჩვენებს დიდ შედეგს თავიდან, მალე, მაგრამ ეს დიდი შედეგი ნელ-ნელა ქრება, იმიტომ რომ ძირითადად წყალი და გლიკოგენის გამოა. და როცა ადამიანი იწყებს შემდეგ ამ სწრაფი დიეტის მიერ ნორმალურ კვებას, ძალიან ჩქარა იმატებს. ამიტომ სწრაფი კლება არ არის ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ცხიმის კლება, კუნთის შენარჩუნება და ჩვევების გამყარება.